მეგობრებო, დაიწყო თამაში და გვაქვს ბედნიერება აგერ გვერდზე კვიპროსელი ჟურნალისტი, აქედან ვიყავს კვიპროსელი ჟურნალისტი, რეპორტაჟი ტელეფონით და ბერძნულად ვისმენ მატჩის რეპორტაჟს. მეგობრებო, აქ იწყება ჩვენი ვიდეო. გამარჯობა. დღეს წინადღეა, მატჩის წინადღე, პრეს-კონფერენცია და ღია ვარჯიში გუნდების ამდენიმე წუთით ამას გადავიღებთ. მაგრამ ვიდეო კამერა დაგვრჩა GoPro, რითაც ვიღებ ხოლმე ვიდეო ბლოგებს, ამიტომ დღეს ტელეფონით უნდა გადავიღო და ხვალინდელ თამაშზე უკვე, რომელიც ამავე ვიდეოში იქნება, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ GoPro-თი გადაღებას. მანამდე გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და ერთად უგულშემატკივროთ ტორპედოს. First, good afternoon to everyone. I think we had a good preparation for this match tomorrow. შენგელი არენაზე ტორპედო ვარჯიშობს, ახლა არის საღამოს 6 საათი და როგორც აღმოჩნდა, კვიპროსელების ჩამოსულიც არ არიან, პრინციპში ახლა ჩამოვლენ, ხვალ არის თამაში და 6 საათისთვის აპირებენ ისინი ჩამოფრენას ქუთაისის აეროპორტში და დაახლოებით 8 საათისთვის გამართავენ პრეს-კონფერენციას და 9 ნახევარზე ვარჯიშს. მანამდე კი ტორპედო ემზადება ხვალინდელი მატჩისთვის. ოთო, რას ფიქრობ ხვალინდელ მატჩზე? ხვალ უკეთესი თამაში იქნება ვიდრე კვიპროსში. მაშასე დღე მეორე, მეგობრებო, დღეს უკვე თამაშის დღეა, დაახლოებით 6 საათია. პრინციპში ყველაფერი ნორმალურად არის ორგანიზებული და ეხლა დაიწყება მსვლელო ფანების, მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან და ჩვენ გადავალთ, ეხლა იქ გადავინაცვლებთ და შემდეგ უკვე დავბრუნდებით სტადიონზე და მე უკვე გაიხსნება კიდევაც გულშემატკივრებისთვის კარები, მე გუნდიც მოვა და პრინციპში უკვე თამაშამდე დიდი დრო არ იქნება დარჩენილი. მაშასე გავაგრძელოთ ვიდეოს ყურება, დავალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ არხი. ქუთაისში ალბათ მილიონჯერ ვარ ნამყოფი, ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ამ პარკში აიხა შევდგან პირველად ფეხს. აბა, ეს კოლხურის სიმბოლო, რომელიც მე კოლხურ თეთრზე დაიტანეს, უბრალოდ ქართულ თეთრზე. აქვე ყოფილა მეგობრებო, ოტია იოსელიანის ხეივანი, აბა გავიაროთ. სხვა შორის ბავშვობაში ჩამოსული იყო სამეგრელოში ერთხელ ჩემს სოფელში ოტია და ვიცი ოჯახის წევრებს ყოველთვის ეჩვენებათ რომ ყველაზე ნიჭიერი შვილი, დიშვილი, შვილიშვილი ყავთ რა ვიცი ხო და ჩემი თავი წარუდგინეს ოტიას რომ ბატონ ოტიას რომ აი ესო წერსო რაღაცებსო ჩემზე ოტია იზია ბაბუა არ მახსოვს შენ როწერ კაიაო, მაგრამ თუ კითხულობ რამეს მეტი იკითხე და ცოტა წერეო. აქ როგორც ჩანს მეგობრებო, მე ხა ვიგებ, რომ სულ ხეივნები ყოფილა სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეების სახელობის. ეს არის ცისფერი ყანწელთა ხეივანი, ცისფერი ყანწები. იქ მოჩანს მე რო ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ავტოდრომი, მაგრამ როგორც ჩანს და როგორც ეთყობა მოქმედი არ არის და ისე როგორც აქ ბევრი სხვა საბავშვო ატრაქციონი. კი ბატონო, ყველაზე გრანდიოზული ხეივანი, რა თქმა უნდა, არის აკაკის ხეივანი. ყველაზე ფართო და ყველაზე შთამბეჭდავი, რა თქმა უნდა, როგორც ეკადრება აკაკის არის აკაკის წერეთლის ხეივანი და ანა კალანდაძის ხეივანი, ასევე ესეც დუტუ მეგრელის ხეივანი, სადაც იკრიბებიან ჯუნგლების წევრები, ქუთაისის ტორპედოს ფან-კლუბის წევრები. და რა თქმა უნდა, ზვიადის და მერაბის ხეივანი,
რომელიც ჩემი აზრით ალბათ ყველა საქართველოს ყველა ქალაქში უნდა იყოს. აბა ბავშვებო, ვინ არის დღეს ძლიერი და ვინ მოიგებს? აბა ეხლა მივყვეთ, ვინ არის თქვენი ფავორიტი ფეხბურთელები ტორპედოში? ვარდლე, მამუჩაშვილი, პირესი, მამუჩაშვილი, უდუშელი. მეგობრებო, როგორც აღმოჩნდა და როგორც ჩანს კიდევაც ამ თამაშის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არის ქუთაისში და როგორც ედომ თქვა, აქამდე მსგავსი რა მინიმუმ დიდი ხანია არ მომხდარა, რომ მატჩამდე დიდი ხნით ადრე, რამდენიმე საათით ადრე დაიწყო ხალხმა მოსვლა სტადიონზე, რა თქმა უნდა, ყველა ბილეთი გაყიდულია და ყველა ელოდება ტორპედოს გამარჯვებას და შემდეგ ეტაპზე გასვლას UEFA-ს კონფერენციის ლიგაზე. დაიწყო თამაში და გვაქვს ბედნიერება აგერ გვერდზე კვიპროსელი ჟურნალისტი აქედან ვიყავს კვიპროსელი ჟურნალისტი რეპორტაჟი ტელეფონით და ბერძნულად ვისმენ მატჩის რეპორტაჟს. ისე გულშემატკივარი იმდენია სტადიონზე, აი კადრშიც ხედავთ ეხა, სკამებზე ცხადია არეტევია და ხედან ტრიბუნებზე რიგებში ჩვეულებრივად იმდენი ხალხია, რომ არანორმალური ინტერესია ქუთაისელ გულშემატკივარს შორის. და ამასობაში ეს ჩვენი კვიპროსელი ჟურნალისტი ხან თვითონ ლაპარაკობს, ხან ტელეფონში ელაპარაკებიან, არ ვიცი, აი ფანური ფანების ტელევიზია რო უბრალოდ ფანური ტელევიზიები რო არის კლუბების მე მგონი ის რეპორტაჟი მიყავს იქიდანაც ვიღაც კაცს ლაპარაკობს და ეს აქედან უყვება რა თამაშის ამბებს. აგერ მე იტყვის
ვიღაცა რომ გულშემატკივრები არ დადის სტადიონზე, ახლა არის 71 წუთის 3 თავს აგებს ტორპედო. არა ქუთაისელი გულშემატკივრის უმრავლესობა არც ადარაპირებს წასვლას. არ არის გულშემატკივრების ბრალი. ნამდვილად ქართულ ფეხბურთში რა კატასტროფა ხდება, არ არის ნამდვილად გულშემატკივრების ბრალი. საღოლ ბიჭებო. დასრულდა მეგობრებო თამაში საქართველოს საკლუბო ფეხბურთიც ევროტურნირებზე წლევანდელი წლისთვის დასრულებულია. წელს პირველად სავარაუდოდ ქართულ კლუბებს ერთი გუნდი გამოაკლდება ევროტურნირებზე და მომავალი წლიდან უკვე 4-ის ნაცვლად 3 გუნდი. ეგეთ რამე ისტორიაში არ მოხდა არასდროს. ნუ ტორპედო ყველაზე მტკივნეული მარცხი იწვია, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში მეტოქეც ყველაზე რთული იყო ალბათ. მადლობა ცალკე მინდა მადლობა გადაუხადო და ტაში დაუკრა ჯუნგლებში ტორპედოს ფან კლუბს, რომლებიც, რა ვიცი, ფეხბურთელებსაც იცავდნენ, ამხნევებდნენ თამაშის მერე და მართლაც სამაგალითოდ იქცეოდნენ რა ნამდვილად. მესმის რომ პრობლემები არის საკლუბო ფეხბურთში ზოგადად, მაგრამ ეს ყველაფერი მარტო ტორპედოდან არ იწყება ნამდვილად და შემდეგ ჯერზე იმედი დავიტოვოთ რომ უკეთესი ფეხბურთი იქნება ალბათ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ვიდეოს ნახვისთვის და ლაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შემდეგ შეხვედრებამდე, სადაც იმედია ქართული კლუბები გაიმარჯვებს.